გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტულ სასამართლო საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც გაფრთხილებული ვარ ინფორმაციის გაუცემელობაზე შესაბამისად. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აკაკი ჯოხაძე მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთება გუშინ ვერ შეძლო. თუმცა მისი ინტერესების დამცველმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საათიანი დაკითხვა კომპანია City Parks-სა და მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდებოდა. რატომ დაიწყო 7 წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გამოძიება, ჯერ ცნობილი არ არის. Ადასტურებთ, რომ ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვახმაურებთ იმ თემას, რა თემასთან დაკავშირებითაც დაიკითხა ბატონ ჯოხაძე. 2010 წლიდან ვცდილობთ აღნიშნული ხელშეკრულების პირვანდელი ვარიანტის ხელში ჩაგდებას. თბილისის მთავრობასა და City Parks შორის გაფორმებული ხელშეკრულების მუხლები გასაიდუმლოებულია საკრებულოსთვისაც. თვითმმართველი ორგანოს წევრების თქმით, კომპანიაში შესული თანხები და დანახარჯები არაპროპორციულია, რის გამოც კითხვები ჩნდება როგორც მერიის, ისე City Parks-ის მიმართ. როდესაც მონოპოლიური კონტრაქტის გადაცემა ხდება რომელიმე უცხოური კომპანიისათვის, ეს უნდა იყოს რაღაცა გამონაკლისის შემთხვევა, რომ ჩვენ ქართველები როგორც ჩამორჩენილები რაღაცას ვერ ვაკეთებთ და შემოგვაქვს ვიღაცა, ვინც მაღალი ტექნოლოგიები უნდა შემოიტანოს და ამიტომ ვაძლევთ რაღაცა ექსკლუზივს. ამ კომპანიამ შემოიტანა სატვირთო ავტომანქანები მესერი და თეთრი საღებავი. და მაინტერესებს ამას რატო ვერ მოაბავდა თავს რომელიმე ადგილობრივი კომპანია, ეს არის ძალიან ღრმად კორუფციული თემა. მთელი ინვესტიცია City Parks-ის აღმოჩნდა საღებავი და ფუნჯი და მორჩა დამთავრდა. აბსოლუტურად გასაიდუმლოა შემოსავლების ნაწილი. სად რა თანხა მიდის, არავინ არ იცის. იმიტომ რომ ის თანხა რაც City Parks-იდან შემოდის თბილისის ბიუჯეტში არაადეკვატურია. TV3 დაინტერესდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რა მოთხოვნების შესრულება ვერ მოხერხდა. თუმცა ამ თემაზე კომენტარი დღეს არც City Parks-ში გაუკეთებიათ და არც დედაქალაქის მთავრობაში. წლების წინ თბილისის მერიასთან პრეტენზიები კობა ბექაურსაც ჰქონდა. ყოფილი დეპუტატი იყო პირველი, ვინც ებრაელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა მოგვიანებით ბექაური პროცესებს ჩამოაშორეს. საქმეს ვიცემერი მამუკა ახვლედიანი და ისრაელში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მერაბ ფიჩხაძე კურირებდნენ. ბექაური ამტკიცებს, რომ საგამოძიებო სამსახური ფიჩხაძისა და ახვლედიანის საქმიანობითაც უნდა დაინტერესდეს. თუ დაარღვევს მერია ხელშეკრულებას, ამ კომპანიას უნდა გადაუხადოს 60 მილიონი. ეს წინასწარ განწირული იყო იმისთვის, რომ მერიამ არ დაარღვიოს ხელშეკრულებით. ამ პროცესში თავად იყო ჩართული მამუკა ახვლედიანი და ის არეგულირებდა ყველაფერს. ის თავად იღებდა ეგრეთ წოდებულ მე ძალიან პატივს ებრაელებს, მაგრამ იქ იყო ქართველი წარმოშობის ებრაელი მერაბ ფიჩხაძე, რომელიც იყო შუამავალი მამუკასა და ამ კომპანიას შორის. ახლა ამ ქართველ მეგობარსაც უნდა დაუძახონ სამართალდაცავ ორგანოებმა, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი აფიორა, რომელიც ქალაქში მათ გაათამაშეს. ისრაელში მყოფი მერაბ ფიჩხაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თბილისის ყოფილი ვიცე-მერი კი ამტკიცებს, რომ აუქციონი ებრაელმა ბიზნესმენებმა კანონის დაცვით მოიგეს და მას სხვა დაინტერესება არ ჰქონია. ლაპარაკი იმაზე, რომ აქ რაიმე სახის დაინტერესება ვინმე ყოფილიყო და სრული თხოვით. გამოიძიონ, გადაიძიონ, გამოიკულიონ, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, იმისათვის რომ პოლიტიკურ ოპონენტებს მოუღონ ბოლო. კომპანია City Parks-სა და დედაქალაქის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს დაიდო. ებრაულმა კომპანიამ თბილისში პარკირების მოწყობა და მართვა ექსკლუზიური უფლებით 15 წლით მიიღო. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე წლის შემდეგ თბილისელები ამბობენ, რომ ქალაქში პარკირების სისტემა ისევ მოუწესრიგებელია, ჯარიმები კი მაღალი.